საქართველოს და ქართველი ხალხი. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისინი ვინც გაყოლოჩდნენ, მე გითხარით რომ ეს უნდა იმპიჩმენტი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დღეს როცა ვლაპარაკობ რომ რა უშლის ხელს ქვეყანას, დღეს ქვეყანას უშლის, აქვს კარგი პროგრამა. და ეს არ არის მარტო ბატონი ბიძინაევანიშვილის მიერ დაწერილი პროგრამა, ეს არის მეცნიერების ჯგუფები რომ შეიქმნა, დაწერეს რომ ჭკვიანურად გააკეთა ეს ბატონმა ბიძინამ, შეიქმნა მეცნიერთა ჯგუფები, ჩამოაყალიბეს მან ყველამ 10 თუ 15 გვერდზე დაწერა თავისი პროგრამა, დაჯდნენ შემდგომ სერიოზული ექსპერტები საქართველოში და უცხოელი და დაწერეს პროგრამა, რომლითაც გამოვიდა ესე იგი ქართული ოცნება. მე ვამბობ ხმამაღლა ქართულ ოცნებაში არაფასებენ იმ პროგრამას ისე კარგად, როგორც მე თემურ შაშიაშვილი ვაფასებ და ვამბობ. ეს არის უნიკალური პროგრამა, რომლის მსგავსი საქართველოს არ ქონია, არც ერთ პარტიას არ აქვს და ძალიან კარგ ხანს არ ექნება. სულ შესაბამისობაშია, იმიტომ მოვედი ამ დოკუმენტებით ჩვენს პროგრამებთან. მე ვამბობ, რომ რომ ესე იგი ოცნება რომ მიატოვოს ეს პროგრამა, მე ვიქნები გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოვკიდო ხელი და ვთქვა, რომ ეს არის საქართველოს განვითარების პროგრამა და ეს არის საქართველოს მომავლის პროგრამა. რა უშლის მაშინ ამას ხელს? ამას უშლის სამი რამ. პირველი, ჩასაფრება და ჩასაფრებული, მეორე ესე იგი გაყოყოჩება და გაყოყოჩებული, მესამე გაბოროტება და გაბოროტებული. ჩასაფრებულია ნაცმოძრაობა და პრეზიდენტი, გაყოყოჩებულია ძალიან ბევრი, რომელიც მოხდა ხელისუფლებაში და ბატონი ბიძინას გვერდით არის. გაყოყოჩებულია და ესე იგი ძალიან ბევრი პიროვნება არის გაყოყოჩებული. ისე ერთი ცნობილი გამონათქვამი არსებობს, ის კი არ არის მარტო მთავარი რომ ესე იგი რაც საჭიროა ის თქვა, რაც საჭირო არ არის ის თქვა. მე გეუბნებით რომ ძალიან მოკლე ხანში მინდა გავიდეს 90 დღე, გავიდეს რაღაც გარკვეული დღე, 100 დღე და ძალიან ბევრი პიროვნება, რომელიც ვერ გძნობს რომ რას ნიშნავს ხელისუფლებაში ყოფნა. თუმცა მე ვამბობ, რომ ასეთი პროფესიონალური და ასეთი წესიერი თავრობა საქართველოს არ ყოლია. მე არ გეუბნებით, რომ იდეალურია. მე არ გეუბნებით, რომ გადასარევია. მე გეუბნებით იმ თავრობებთან შედარებით, რომელიც გქონდა ჩვენ. მე შემიძლია დაგისახელოთ, ქალბატონი თია წულუკიანი იქნება, ეს პროკურორი იქნება, შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება, ძალიან ბევრი ეკონომიკურ სფეროში, ფინანსთა სფეროში, ბატონი ხადური, სხვები და სხვები, ჩემთვის ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო საქართველოსთვის. მე ვთვლი, რომ ესენი პიროვნებები არიან ხელისუფლებაში, მაგრამ არიან ის ადამიანები, თუ ამ თავრობის წევრებმა და თვითონ ბატონმა ბიძინამ არ უთხრა უარი და ბატონმა ბიძინამ არ გაიხსენა ის, როგორადაც ზოგჯერ ოღალატონდნენ, როგორადაც იქცეოდა. მე მახსოვს ეს იმერეთში, როგორადაც აკეთებდა და არიან ადამიანები, რომლებიც მისი ახლობლები იყვნენ და დაიჭირენ. დასაჭერია ბევრი უკვე მისის გირგვლივ, ვინც ტრიალებდა. და ეს საკითხები სერიოზულია და ხალხი ხედავს ამას, იწერება ძალიან ბევრ რამე. ზოგი ტელევიზიას ეხება, ზოგი იმას ეხება, ზოგი იმას ეხება, ზოგი იმას ეხება. გაფლანგებულია ფული. მე მინდა რომ ბატონი ბიძინაევანიშვილი იყოს ისეთი, როგორიც მე წარმომიდგენია. მე არ მაინტერესებს როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემთან. ეხლა კარგი დამოკიდებულება რომ არა აქვს და თბილი, ამას მეც გძნობ და თქვენს გძნობთ, მაგრამ მე ვუბრუნებ მას სიტყვოთი და ვეუბნები, რომ პროგრამა მაქვს გადასარევი, შეძელი შეუძლებელი ერთ წელიწადში რაც წარმოუდგენელი იყო თითქმის, მაგრამ ნუ დაივიწყებ 26 მაისი მოგეხმარა ამაში და თუნდაც 7 ნოემბერი და ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ის რომ თქვა დღეს უფრო გაბედული და უფრო ესე იგი ძლიერი მოქმედებაა საჭირო. აი ეს რეალობაა. მე გითხარით რომ ჩასაფრებული არის ხელისუფლება და სააკაშვილი. ესე გაბოროტებული ეს არის ძალიან ბევრი გაყოყოჩებულია მესური და გაბოროტებული ვინ არის? გაბოროტებულია დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ვერ მოხვდა ხელისუფლებაში და აი შინწინ მოვლენ და გეტყვიან, აი თქვენ რომ არ იქნებით თანამდებობაზე, ვეუბნები რომ ვისაც დღეს თანამდებობა უნდა, ამ ქვეყანაში გიჟი უნდა იყოს. დღეს უნდა შეგეხვეწონ, რომ თანამდებობაზე უნდა მიხვიდე. მე ეს ანალიზი მალაპარაკებს ამას. აი დღეს საქართველოში ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. მე ყველას ვეუბნები, ვინც იცავს სააკაშვილს, მას ვეუბნები, რომ წაიკითხეთ ეს ანალიზი არის გაკეთებული თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტის ციფრებით და ვინც ლაპარაკობს და აქებს ადიდებს და რაღაც იმაშვება ბატონ ბიძინას, მე ვეუბნები, რომ ამ ანალიზით იმოქმედეთ. მე არავის არ ვახევთ, ეს არ არის ერთი კაცის ანალიზი, ეს არის მეცნიერთა სერიოზულ მეცნიერთა ანალიზი. მე ეს განწყობა მაქვს, მე ეს დამოკიდებულება მაქვს. დღეს თუ მკითხავს ვინმე, ვინ რატო უნდა დაიჭირონ, მე გასამართლებას ვამბობ ასეთი რამესთვის, რომ მესმის მე დღეს პროკურორის შევაკეთე და მესმის რომ ძალიან ადვილია უცბად დაიჭირო ადამიანი, თავში ჩაარტყაო ამის გამო. ძალიან ადვილია. ძალიან ძნელია დღეს ადამიანი დაიჭირო შენ ის ქთამი, ეს მოვა. მაგრამ ხალხი არ ითმენს ამას. მე მესმის ეს, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, ვინც ვიცი ეს გამოცდილება და სწორი ეს სოფლიო პრაქტიკა არის, რომ ძალიან დიდ დამნაშავეებს გარეთ რო არ იყვნენ, იჭერენ პატარა საქმისთვის, რომ ნელ-ნელა მიადგნენ იმ დიდს.
ეს რეალურია და სწორია, მაგრამ ხალხი არ ითვალისწინებს ამას, მაგრამ მე ამაში ვარავის ვერ ვაკრიტიკებ. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ როდესაც ჩვენ გვაქვს ანალიზი, რომლის დასკვნა არის, რომ მოკავშირე აღორძინების დაცმოძრაობა და წინა ხელისუფლება მოკავშირე აღორძინების გარდა არავინ არ ყოფილა, შეერთებული სინთეზი იყო, ვთქვათ, აი ისე მოკავშირისა და აღორძინების დაცმოძრაობა ეს იყო. მე ვერ გეტყვით, რომ იქ 90% არიან ყოფილი ან ამღორძინებლები და არ ყოფილი მოკავშირის წევრები. თვითონ გენერალური მდივანი გახდათ მოკავშირის, რომელსაც მალავს თავის ბიოგრაფიაში, არ ვიცი რატო უნდა დამალოს ეს, როდესაც ვთქვათ, იყო იქ და მოკავშირე და მეორე კაცი იყო და მე ამ დღეებში ვთქვი, რომ ქუთაისში რა განაწილებული იყო საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები, სააკაშვილი აწერდა იმას ხელს და ამ დოკუმენტებს გამოაქვეყნებთ. ჩვენ ახლა მე ქალაქის მერი ვიყავი და ის ესე იგი პიროვნებას საერთოდ მილიონების ქონება ჩაუგდეს ხელში არაფრად სააკაშვილის ხელმოწერით. ახლა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პასუხს ვთხოვენ დღეს. აი თქვენს მომთხოვეთ, მითხეთ ხო იყავითო და აი პატარა ატელიე რა იყო? მე დოკუმენტებს დავდე, რომ სააკაშვილი აძლევდა როგორც კომიტეტის თავმჯდომარე და მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი, რომ ეს ატელიე ეკუთვნის ამას, რომ ხან სააკაშვილი აძლევდა ხელს და ხან ხაზარაძე. ორივენი ერთმანეთს თვლიდან, ან ორივენი ერთდროულად ერთ დღეს აძლევდნენ ერთ და იგივე დოკუმენტს. ესე იგი, ვიტალი ხაზარაძე და მიხეილ სააკაშვილი აწერდნენ ამ დოკუმენტებს ხელს. თქვენ წარმოიდგინეთ ატელიეს განაწილებაზე ქუთაისში. და მე მეუბნებიან დღეს რომ თქვენ ქალაქის კერი იყავით და მაღალჩინოსანი იყავით. პოლიცია შენ არ გემორჩილება, პროკურორი შენ არ გემორჩილება. ესე იგი, პრივატიზაციის მინისტრი დამოუკიდებელია. ნახეთ თქვენ, პრივატიზაციის რომელიმე მინისტრი გინახავთ პასუხისგებაში მიცემული? ყველაზე დიდი უბედურება საქართველოს მოუტანა პრივატიზაციის ის სისტემა, რომელიც შემოიღეს. ყველა მინისტრი პრივატიზაციის დაწინაურებულია, ან პრივატიზაციის სამსახურის მუშაკები ყველაზე კარგ მდგომარეობაში გრძნობენ თავს. რატომ? ვის იმას ასრულებდნენ ესენი? მარტივ რამეს გეუბნებით. ავტოქარხანა, სატრაქტორო ქარხანა გაკიდა შევარდნაძემ, ესე იგი ჯერ მივაღებინეთ დოკუმენტი რა არ უნდა გაეყიდა, გაკიდა. ესე იგი კაპიკებში გაკიდა ის, სადაც 200-300 მილიონი დოლარი ჯართი ეწყო. და მე გუბერნატორმა უჩივლე შევარდნაძეს. და სასამართლოში შევარდნაძეს ყავდა თავისი ადვოკატი და მე გუბერნატორს ყავდა ჩემი ადვოკატი. და მოვიგე სასამართლოში შევარდნაძის დროს. მოვიდე ეს ხელისუფლება და ვამტკიცებდი, რომ ონიანმა იყიდა ეს ყველაფერი თქო. და აგერ არის გაზეთები, ნახეთ. დღეს ძალიან ადვილია ბევრი პოლიტიკოსი, რომელს მე ხო ვამბობდი. მე ვამბობ, მე წერდი ამას. თავრობის ხდომაზე გამოვდიოდი. გვარი ონიანი სააკაშვილს არ უხსენებია 2003 წლის 2004 წლამდე, ვიდრე ესპანეთში არ შეექმნა ცუდად საქმე. მე თავრობის ხდომაზე სადაც იჯდა სააკაშვილი, იქ ვამბობდი, რომ როგორ გააპარპაშეთ ამ ცენტრალურმა ხელისუფლებამ თქვენ ონიანი. და ვასაბუთებდი იმას, რომ საავტომობილო ქარხანა და სატრაქტორო ქარხანა ონიანმა იყიდა. როგორც კი მე გადავდექი თანამდებობიდან 2 თვის განმავლობაში, ის რაც შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მოუგე შევარდნაძის ძმისშვილებს და სააკაშვილის მეგობრებს, ამის უკან იდგნენ ბეჟუაშვილიც, ამის უკან იდგა მერაბ სამადაშვილიც და ყველანი, რომ მოუგე, როგორც კი მე აღარ ვიყავი გუბერნატორი, მე წამაგებინეს და სახში ლუსტრა დამიყადაღეს. იმის გამო, რომ 1.5 მილიონი მოგებული მქონდა, რომლითაც პირდაპირ სასამართლოში შეგიძლიათ ნახოთ, ქუთაისის სასამართლოში შეტანილი ჩემი განცხადება, რომ მე ვამბობდი, რომ 1.5 მილიონი, რომელსაც მივიღებ მე ამისათვის, გადავხურავთ ბაგრატს და ბაგრატი იხურებოდა სულ სხვა პროექტით, ორი პროექტი იყო იქ, ჩვენი პროექტით არის დახურული დღესაც, მაგრამ ის პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად დაიწუნა იუნესკომ, 2 მილიონს ითხოვდნენ მაშინ. დღეს 30 მილიონი დახარჯეს. და იმ დოკუმენტში პირდაპირ სასამართლოში მე ხომ დღეს სააკაშვილის მოსამართლეები არიან რა. აი თქვენ შედით, თუ ეს არ წერია ყველაფერი იქ, რომ მე მოვიგე ეს თუ არ არის, თანაც წერია, რომ არ ექვემდებარება გასაჩივრებას, არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, მოვიდა ახალი ხელისუფლება, ახალი გარემოებებით გააკეთეს და წამაგებინეს მე. თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ იყავით მაღალჩინოსანი, მე ვიყავი უბრალოდ მერი, გუბერნატორი, რომელსაც პრაქტიკულად უფლებები არ ქონდა. აი ეხლა ჩაუწერეს ბევრი რამ და აი თუ არჩეული გუბერნატორი იქნება, მე ვიყრი რა თქმა უნდა კენც იმერეთში და თუ იმერეთი დამეჭერს ხარს, საქართველოს ნახავს და ყველა ნახავს, ოღონდ არჩევნები უნდა ჩატარდეს იმის შემდგომ, რაც შეიცვლება ეკონომიკური სისტემა და საფინანსო სისტემა. მარტივ რამეს გეუბნებით, დღეს საქართველოში 95% ფული მოდის ცენტრალურ ბიუჯეტში. სააკაშვილი რომ ამბობს, ამდენჯერ გაეზარდაო, ტყუილია. რატო? იმიტომ რომ ძველ პერიოდში მოკავშირის დროს 30-35% ჩემოდა ადგილზე და 70% მოდიოდა ცენტრში. ეხლა 95% მოდის ცენტრში. თბილისის დოტაციურია, აჭარას დოტაციურია, იმერეთის, ქუთაისის, ყველა დოტაციურია. ეს არის იცით რა, რომ დაიმონო შენ გამგებლები და გუბერნატორები და უთხრა, რომ შენ თუ არ იქნები ჩემი, მე ფულს არ მოგცემ. ეს გააკეთა სააკაშვილმა. თუ ასევე ფიქრობს ბატონი ბიძინაევანიშვილიც, არც გუბერნატორობა ღირს, არც მერობა ღირს, არც გამგებლობა ღირს. აი ეს არის ჩემი პოზიცია.